მოგმართავთ ერს და ბერს იმ უმრავლესობას, იმ ნაწილს, ვინც ღმერთის სამართალს გმობთ და უარყოფთ. გმობთ, უარყოფთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე დიდ გამარჯვებას 1989 წლის გამარჯვებას ქართველი ერისას საბჭოთა ბნელეთის იმპერიაზე, იმპერიათა შორის ყველაზე დიდ იმპერიაზე. ერთი შეხვედრით სუსტი, მაგრამ მართალი ქრისტეში გაერთიანებული ქართველი ერი მისი მხედრობის დიდი მხედართმთავრობის დიდი ზვიადი გამსახურდიასა და მერას კოცაობას მეოხობით დაამარცხა საბჭოთა ბოროტების იმპერია და 14 აპრილს საბჭოთა საოკუპაციო ჯარებმა დაიწყეს უკან დახევა. გმობთ და უარყოფთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს 9 აპრილს. გმობთ და უარყოფთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მესაძირკვლეს, პრეზიდენტსა და უმაღლეს მთავარსარდალს, ზვიად გამსახურდიას, რომელმაც დაგიბრუნათ 200 წლოვანი წართმეული რუსეთის ბოროტების იმპერიიდან სახელმწიფოებრიობა, ქრისტიანობა, ტაძრები და მონასტრები, ერს და სამოციქულო ეკლესიას. გმობთ და უარყოფთ კონსტიტუციურ საქართველოს რესპუბლიკას და აღიარებთ სახეცვლილ საბჭოთა საქართველოს. გმობთ და უარყოფთ სიმბოლოს ქართული სახელმწიფოებრიობისას, დროშას, სამფეროვანს, დიდებისა ქართული სახელმწიფოებრიობისა და ქართველი ერის გამარჯვებისა. როდესაც 1993 წლის 14 სექტემბერს რუსთაველზე პატრიარქმა სამსჯავროზე გამოიყვანა ავაზაკი შევარდნაძე და მამა ზეციერიდან მოვლენილი ღმერთკაცი ზვიად გამსახურდია ქართველმა ერმა აირჩიეთ ავაზაკი შევარდნაძე და უარყავით დიდი ზვიადი და მერე პრეტენზიები გვაქვს რატო ან გრევა ქართული სახელმწიფოებრიობისა და რატო მიმდინარეობს